შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს. ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემ 4 ივნისს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2336 ლარი იყო. საქსტატის ინფორმაციით 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საშუალო ხელფასი 166 ლარით გაიზარდა. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი 8.7%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა აჭარაში, გურიასა და კახეთში დაფიქსირდა. საღამომშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. საქართველოს მთავრობაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით საგანგებო სამუშაო ჯგუფი იქმნება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით გადაწყვეტილება მშობლებთან შეხვედრისას მიიღეს, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან თითქმის 2 თვეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. მშობლების ინფორმაციით მხარეები კონკრეტულ მედიკამენტებზე შეჯერდნენ, რომლებიც ქვეყანაში 2 თვემდე ვადაში შემოვა. შესყიდვების საბოლოო პირობები ფარმაცევტული კომპანიების შემოთავაზებებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა წამლების დასახელებები და ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე ოფიციალურად არ კონკრეტდება. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხს. ანუ ამ შეხვედრაზე შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც დაიწყება უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ რომ დავკონკრეტდეთ, შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, მშობლების სრულ წრეს ექნება სათანადო ინფორმაცია. პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ყოველწლიურ დოკუმენტში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა მთავარ ამოცანადაა დასახელებული. ანგარიშის მიხედვით, საგარეო უწყება ვაშინგტონთან ახალი ორმხრივი დღის წესრიგის შემუშავებაზე მუშაობს, რაც წინა ადმინისტრაციის დროს შეჩერებული პარტნიორობის აღდგენას გულისხმობს. 2026 წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, დაზვერვას, კიბერუსაფრთხოებასა და სპეციალური ოპერაციების ძალებს. მიუხედავად დოკუმენტში დეკლარირებული პრიორიტეტებისა, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დიპლომატიურ აზრთა სხვადასხვაობას პრემიერის ბოლო განცხადებებით ადასტურებს. ირაკლი კობახიძე უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას, თითქოს თბილისმა ვაშინგტონს ურთიერთობების გაუმჯობესების გზამკვლევი სთხოვა. რუბიომ წარმომადგენელთა პალატაში აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ტრამპის ადმინისტრაციას პირობების შესახებ კითხა, რაზეც პასუხი მიიღო. კობახიძე აცხადებს, რომ მსგავსი კითხვა არ დასმულა და რუბიოს სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციაა, ხოლო ურთიერთობების გაფუჭებაში მან სრულად ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია დაადანაშაულა. ვაშინგტონთან ურთიერთობების გადაფასების პროცესს დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა, რომელმაც აქცენტი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე გააკეთა. კახა კალაძე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადების აპასუხოდ აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა ჯო ბაიდენის გუნდის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები გამოასწოროს. კალაძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, თუმცა პრინციპულ პირობად ორმხრივ სამართლიანობას ასახელებს. მერე
მეცნიერის განცხადებით, გეოპოლიტიკური გამოწვევები გლობალურ ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, რის ფონზეც ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვას გეგმავს. საგარეო პოლიტიკური დებატების ფონზე დედაქალაქში მწვავედ დგას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის პრობლემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 17 მილიონი ლარის საერთო ღირებულების 3 ტენდერი უკვე მესამე ჩავარდა, ვინაიდან მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. თბილისის მერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ ბაზრის მხრიდან ინტერესის დეფიციტია და იმედოვნებს, რომ მეოთხე მცდელობაში კომპანიები დაინტერესდებიან. პროექტი, რომელიც სამ მონაკვეთადაა დაყოფილი, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სააგზაო ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურულ შესყიდვებში არსებული გამოწვევების მიუხედავად საქსტატის ბოლო მონაცემები კერძო სექტორში ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების ზრდის ტენდენციაზე მიუთითებს. 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა წლიურად 11%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა, სადაც 71%-იანი წილი მსხვილ ბიზნესზე მოდის. დარგობრივად ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორი და აგრეთვე ვაჭრობა ლიდერობდა. ბრუნვის ზრდასთან ერთად მაკროეკონომიკური სტატისტიკა ბიზნეს სექტორში შრომის ბაზრისა და სახელმწიფო ფონდის ცვლილებას დინამიკას ასახავს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 3.7%-ით გაიზარდა და 799,400 შეადგინა. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2336 ლარს გაუტოლდა. საწარმოთა ზომის მიხედვით ყველაზე მაღალი ანაზღაურება 2786 ლარი საშუალო ბიზნესში ფიქსირდება, მსხვილ ბიზნესში საშუალო ხელფასი 2513 ლარია, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1787 ლარი მცირე მეწარმეების სექტორში ნარჩუნდება. ვაგრძელებთ გადაცემას საფონდო ბაზრების მიმოხილვით. პირველ რიგში განვლელი სავაჭრო სესიით უნდა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა დიდად სახარბიელო და გამორჩეული პირიქით. საშუალოდ 9%-იანი კლება ვიხილეთ. დღეს კი ვითარება უკვე გამოსწორებულია და უბრუნდებით ისევ და ისევ აღანსვლის ტენდენციას. როგორც თავად ხედავდა S&P 500 არის გაზრდილი 0.34%-ით, Dow Jones-ი ლამის 2%-ით გაიზარდა და მან ახალი რეკორდი დაამყარა ამასობაში. Nasdaq-თან კი მცირედი კორექცია გვაქვს 0.19%-ის ფარგლებში, თუმცა დღის დასრულებამდე შეიძლება ვითარება შეიცვალოს და Nasdaq-იც პლუსით დაიხუროს. აქვე ჩვენ კომპანიების შედეგებსაც უნდა გადავალოთ თვალი. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ დღევანდელი კორექციის გამაპირობებელი მთავარი მიზეზი, თავი და ბოლო არის რიგით მე-7 კომპანია Broadcom-ი, რომელსაც აქვს 15%-იანი ვარდნა. ამ ყველაფერს ფონზე Broadcom-ის კაპიტალიზაცია ჩამოსცდა 2 ტრილიონიან ნიშნულსაც კი მიზეზი კი არის საკმაოდ მარტივი. კომპანიამ წარმოადგინა ფინანსური ანგარიშგება, სადაც ინვესტორებს რიგი საკითხები არ მოეწონათ. კერძოდ, გასული კვარტალის შემოსავალი ისეთი მაღალი არ იყო, როგორც მათ ეს ეგონათ და ასევე ცნობილი გახდა, რომ Google-მა Broadcom-თან თანამშრომლობის მასშტაბები შეამცირა და აირჩია დივერსიფიკაციის სტრატეგია. ეს კი დიდად მოსაწონი ამბავი ინვესტორებისთვის ნამდვილად არ არის. მიუხედავად Broadcom-ის ასეთი დაღმასვლისა, მაინც ბაზარზე საკმაოდ პოზიტიური მომენტუმი შეიმჩნევა. მე და 2%-ით იზრდება, TSMC-საც 2% აქ მატება, Google კი საერთოდ 3.40%-ით არის გაზრდილი. ამერიკიდან უნდა გადავიდეთ ახლა უკვე ევროპულ ბაზარზე, სადაც აღმასვლის დინამიკა დღესაც გვაქვს 9%-ითაა გაზრდილი, როგორც ხედავთ, ევროპული ფლაგმანური ინდექსის შეფასება. აზიის რეგიონს რაც შეეხება, შანხაისთან გვაქვს კორექცია -0.65%-ის ფარგლებში, ნიკეის ფარდის მაჩვენებელი კი არის 1.37%. გამორჩეული შედეგები აქ ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ნავთობს, ის საკმაოდ მკვეთრად ლამის 3.9%-ით არის დღეს გაუფასორებული. ბრენტის ფასი ჩამოწდა $85 ნიშნულს, WTI-ის ფასი კი არის $92 ფარგლებში. მიზეზი არის საკმაოდ მარტივი. რამდენიმე საათის წინ Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ სურს ირანთან ომის განახლება და პირიქით ძალიან უნდა მთელი ამ საკითხის დასრულება, მშვიდობის მიღწევა და თავისი საქმის ისე გაგრძელება, რომ ყოველდღე ირანზე არ ფიქრობდეს და არ დარდობდეს. აი ამ ამბის გავრცელების ფონზე ბაზარზე არის გაჩენილი მოლოდინი, რომ ომი მართლაც არ გაგრძელდება და ჰორმუზის სრუტეც დროულად გაიხსნება, რაც თავისი არსით, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური მოვლენა. ამ პოზიტიური სიახლის ფონზე კი გაზრდილი არის ოქროსა და ვერცხლის შეფასება საშუალოდ 1%-ით, ოქროს ფასი შეადგენს, როგორც ხედავთ, $4,492. კრიპტოზე გადავინაცვლოთ, სადაც
პოზიტიური არაფერი ნამდვილად არ ხდება. დღესაც დაეცა ბაზრის შეფასება დაახლოებით 3%-ით და კაპიტალიზაცია უკვე შეადგენს 2 ტრილიონ 290 მილიარდ დოლარს. საკმაოდ მკვეთრად არის შემცირებული, როგორც ხედავთ, ყველა კრიპტოაქტივის შეფასება ბიტკოინის ფასი საერთოდაც 73,600-ის ფარგლებშია, ეთერიუმი 1700 დოლარად იბაჭრება, 13% გვაქვს უკვე კორექცია ერთ კვირაში ბიტკოინთან, ეთერიუმთან კი -11% კაპიტალიზაცია 213 მილიარდია, ეთერიუმთან, ბიტკოინთან ტრილიონ 275 მილიარდი დოლარი, როგორც ხედავთ, ჩარტი არის უკიდურესად მკვეთრად დაღმავალი, მიზეზი კი არის ორი. პირველი ის არის, რომ კაპიტალი უბრალოდ გაედინება კრიპტობირჟიდან და მიდის საფონდო ბირჟაზე და მეორე მიზეზი ის არის, რომ strategy, რეალურად ყველაზე მსხვილმა ბიტკოინის მფლობელმა კომპანიამ გაყიდა ძალიან მცირე მოცულობის 2.5 მილიონი დოლარის მოცულობის ბიტკოინი, ამან კი ბაზარზე გამოიწვია პანიკა. ზოგადად პანიკა, შიში და კორექცია რეალურად კარგია, ეს ქმნის კარგ შესაძლებლობას შედარებით სასურველი კრიპტოაქტივის შესაძენად და თუ გაქვთ ინტერესი ასეთ პერიოდში შეიძინოთ ბიტკოინი, ეთერიუმი ან სხვა ნებისმიერ კრიპტო, შეგიძლიათ მიმართოთ CoinMania-ს, რომელიც არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კრიპტობირჟა. ახლა კი ჩვენი ტრადიციით გადავიდეთ უკვე ლონდონში, სადაც გვაქვს აღმასვლა, როგორც ხედავთ, საქართველოს ბანკის აქციები არის გაზრდილი 1.40%-ით. TBC-საც მატება აქვს შედარებით მცირე და მატება არის +0.60% და რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, მისი გაზრდილი კურსი გვაქვს 2.66-ზე დოლართან მიმართებით, ევროსთან 3.09 შეადგენს უკვე ვალუტის კურსი, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.58. მოკლედ, აი ესეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე. საქმის საღამოზე ასრულების შემდეგ კი თქვენ ტრადიციულად წინგელით თელარა გელანტიას ავტორ გადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. Travel Collection Georgia, ახალი ტურისტული ბრენდი, რომელიც Mercy Corps-ის პროგრამა უსაფრთხო ონლაინის და TNET-ის პარტნიორობით შეიქმნა. რა არის Travel Collection-ის ფორმატის მთავარი იდეა? როგორ აქცევს ის ცალკეულ სერვისებს, მომხმარებლის ერთიან, სრულფასოვან გამოცდილებად და რატომ არის მნიშვნელოვანი პროექტი ტურიზმის ბიზნესებისთვის? დღეს 21 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე მსჯელობთ საქართველოში ტურისტული ბიზნესის გამოწვევებზე. პროგრამა უსაფრთხო ონლაინის ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად. თამუნა თანდაშვილი, წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. ირანის ომი, კრიზისი კუბაზე, ვენესუელას მდგომარეობა, ნატოს მომავალი და ჩინეთი. ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც შტატების სახელმწიფო მდივანი კონგრესში გამართულ მოსმენაზე შეეხო. კონკრეტულად რაზე გაამახვილა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ყურადღება, ამაზე სასაუბროდ ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება ერეკლეს აღამშვიდობის. ფექა საღამოშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. კაპიტოლიუმის ბორცვზე ბოლო დღეებში მარკო რუბიო იმაზე მეტჯერ აღმოჩნდა, ვიდრე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ის მოსმენაზე ერთ კვირაში უკვე მეორედ დაიბარეს, თუმცა ამჯერად მისი საუბარი გაცილებით მრავლის მომცველი და შინაარსიანიც აღმოჩნდა. რადგან ის შეეხო ყველა იმ თემას, რომელიც კონგრესის დემოკრატ წარმომადგენლებს აინტერესებდათ. და როცა ვამბობ დემოკრატებს, გულისხმობთ ნამდვილად კრიტიკულ კითხვებს და ყველაზე საჭირო პასუხებსაც. მოკლედ, რუბიოს გამოსვლის ყველაზე საინტერესო ნაწილი ეჯგარეშია ირანის ომთან დაკავშირებით საუბარი იყო. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა არც თუ გასაკვირად მტკიცედ დაიცვა ადმინისტრაციის ქმედებები ახლო აღმოსავლეთში და ხაზზე გაუსვა ოპერაცია ეპიკური რიცხვის წარმატებას ირანის წინააღმდეგ. რუბიომ კანონმდებლებს შეახსენა, რომ ამ ოპერაციამ თეირანის სარაკეტო მარაგები კრიტიკულად შეამცირა, მისი სამხედრო საზღვაო ფლოტი კი მიწასთან გაასწორა. კონგრესმენებმა რუბიოს კითხეს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის შესახებაც, რომელიც ახლა შტატებში ყველაზე მეტად აღელვებთ. რუბიომ ვერაფერი თქვა იმის შესახებ, თუ როდის გაიხსნება ის, თუმცა თქვა, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა არის კანონიერი პასუხი ირანის მიერ საერთაშორისო საზღვაო მარშრუტის დანაღმვასა და კომერციულ გემებზე ცეცხლის გახსნაზე. მან ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად შტატები ორფაზიან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პირველის ფარგლებში წარმატების საზომი იქნება, გაიხსნება თუ არა იგივე ჰორმუზის სრუტე. მეორეს წარმატებას კი იმით ვიგრძნობთ, რომ ირანში გამდიდრებული ურანი აღარ დარჩება, ბირთვული იარაღის ამბიციები კი სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს. ვრჩებით ამერიკაში, ვრჩებით ნახევარსფეროში და გადავდივართ რუბიოს გამოსვლის არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტზე. ფაქტობრივად იმ მეორე ომზე, რომელიც ჰორიზონტზე მოსჩანს. კუბაზე საუბრისას შტატების სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ ეს მეორე ვენესუელა ვერ იქნება. ვერ იქნება, რადგან იქ
მეორე დელსი როდრიგესი არ ყავთ. არავინაა კორუმპირებულ ხელისუფლებაში ისეთი, ვინც თანახმა შტატებთან ცივილურად თანამშრომლობის სანაცვლოდ ქვეყანა ჭაობიდან გამოიყვანოს. ამას გარდა კუბაზე მას ბევრი ამ ხრივ კუბაზე მას მეტი არ უსაუბრია, თუმცა ის რომ იქ ვენესუელური სცენარი არის ეიმედებათ, ეს ან უკან დახევას ნიშნავს, ან ომს და ტრამპს უკან დახევა რომ არ შეუია, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ვენესუელა ვახსენეთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუბიომ საკმაოდ დადებითად შეაფასა სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოს დღევანდელი მდგომარეობა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში ჩინური გავლენები სრულად წარსულსაა ჩაბარებული. მადუროს მოტაცებამ კი მთლიანად რეგიონში ჩამოაყალიბა ახალი 10 ქვეყნიანი სამოკავშირეო გაერთიანება, რომელიც ნახევარსფეროში ჩინეთის შესვლას აღარ დაუშვებს. რუბიოს შეფასებით, დელსი როდრიგესის მმართველობის ქვეშ მყოფი გარდამავალი პერიოდის ვენესუელა დღეს უფრო უსაფრთხოა და ქვეყანა ახერხებს ნავთობის ისე გაყიდვას, რომ სარგებელი რიგითმა მოქალაქეებმაც მიიღონ. რაც შეეხება შტატების მთავარ კონკურენტს, ჩინეთს. მასზე მრავალი კუთხით ისაუბრა მარკო რუბიომ, უპირველესად მან თქვა, რომ გლობალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად პეკინთან ვაშინგტონის ურთიერთობა აუცილებელია. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის პოზიციების დაკარგვის ან დათმობის ხარჯზე. რუბიოს თქმით, აშშ-მ აგრესიულად უნდა დაიცვას თავისი ტექნოლოგიური უპირატესობა და არც ერთ შემთხვევაში არ გაუზიაროს მოწინავე ნახევარგამტარები ჩინურ ტექ კომპანიებს. არ, რადგან ეს AI რბოლაში შტატების პოზიციებს შეასუსტებს. რუბიომ თქვა ისიც, რომ საჩქაროდაა განსახორციელებელი ეგრეთ წოდებული პაქს სილიკას პროექტი, რაც ჩინეთის მიღმა გლობალური მოთამაშეების ძალების გაერთიანებას და AI ინდუსტრიის განვითარებისთვის მიწოდების ახალი ჯაჭვების შექმნას საჭიროებს და გულისხმობს, რადგან ჩინეთი, რომელთანაც დღეს შტატებს ტაივანის გამოცაქვს დაპირისპირება, საჭირო მასალების, სწორედ აი ამ AI-ის განვითარებისთვის საჭირო მასალების ბაზრის 90% აქვს. 90% აკონტროლებს. აი რაც შეეხება თავად ტაივანს, ამ ხრივ რუბიოს პოზიცია მკაფიო იყო. კუნძულს სჭირდება მეტი თავდაცვა და მეტი დახმარება ამერიკისაგან. და ბოლოს, რუბიომ ისაუბრა ნატოზეც, კოლექტიური თავდაცვის ამ უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციაზეც, რომლის პოზიციების გამყარებასა და შენარჩუნებაშიც შტატების პირველმა დიპლომატმა ძალისხმევის გაზრდა პირდაპირ მოსთხოვა ევროპელებს. მისი თქმით, თუ ალიანს ფუნქციის შენარჩუნება სურს, 2025 წლამდე წევრებმა აუცილებლად უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე. რუბიომ ღიად თქვა, რომ შტატები ნატოდან არ გავა, თუმცა ისიც დაამატა, რომ უმჯობესია რიგმა სახელმწიფოებმა, თუნდაც ესპანეთმა, პოლიტიკას შეცვალონ და აშშ-ისთვის ბაზების გამოყენებაზე უარის თქმა შეაჩერონ. ვიდრე აკრიტიკებდა პედრო სანჩეს, რუბიომ შეაქო შვედეთი და ფინეთი, როგორც ნატოს უახლესი წევრები და ალიანსის სულისკვეთების მატარებელი სახელმწიფოები. დასასრულს რუბიომ გაგვიმხილა ისიც, რომ დონალდ ტრამპს მომავალისთვის დასაწყისში თურქეთში, ნატოს ყოველწლიურ მინისტერიალზეც ვიხილავთ. რა იქნება განსახილველი თემები, რუბიოს არ გაუმხელია, თუმცა ის კი გითხრა, რომ ეს სამიტი ყველაზე ისტორიული იქნება. აი რატომ? ამას 30 დღეში გავიგებთ. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. მსოფლიო ამბებზე საუბრით უნდა გავაგრძელოთ საქმიანი საღამო და დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებით, სადაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შემზღუდავ რეზოლუციას, რომელიც ირანთან, რა თქმა უნდა, არსებულ კონფლიქტს ეხებოდა. არსებული ინფორმაციით, კენჭისყრისას ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად 215 მომხრე და 208 წინააღმდეგი. საკმაოდ ახლოს იყო შედეგები და საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ დასახელებულ ინიციატივას 4 რესპუბლიკელმა კანდიდატმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ხო, ჯერჯერობით არ შეურაცხავთ რესპუბლიკელებს ეს ამბავი, თუმცა ფაქტია, რომ 4 ადამიანი რესპუბლიკური პარტიიდან გადაიხარა იმისკენ, რომ ტრამპს გარკვეული უფლებები შეეზღუდოს. ცნობისთვის საკანონმდებლო ინიციატივა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა წევრმა, დემოკრატმა გრეგორი მიქსმა წარადგინა. 21 მაისს უნდა ყოფილიყო ამ ინიციატივაზე კენჭისყრა, თუმცა გადავადდა და მიქსმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელი პარტიის ლიდერი
ტყუილად წელავდა დროს ასე ვთქვათ და ამ შემთხვევაში ტრამპს მაინც მოუწევდა უფლებამოსილებების შეზღუდვა და ეს პრეზიდენტის გადარჩენის მცდელობა დარჩებოდა უშედეგო. კონგრესმენი აღნიშნავს იმასაც, რომ მისი ბევრი რესპუბლიკელი კოლეგა საკუთარ ოლქებში ამორჩევლების მხრიდან უჩივის ინფლაციას, ფასების ზრდას, ამორჩევლები ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოთქვამენ უკმაყოფილებას და ზეწოლა ამ კონგრესმენებზე იზრდება. შესაბამისად, ამიტომაც არ გაუკვირდა ის, რომ ბევრმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა და პარტიის წევრმა დაუჭირა ამ ინიციატივას მხარი. რაც შეეხება თავად რესპუბლიკურ პარტიას, წარმომადგენელთა პალატაში მისმა ლიდერმა მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა სენატმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს, რადგან ეს პრეზიდენტ ტრამპს ქვეყნის პოზიციების დაცვას გაურთულებს და ცნობის უნდა თქვათ, რომ პალატის მიერ მიღებული ერთობლივი რეზოლუცია კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს. ეს დოკუმენტი ხელმოსაწერად არ გადაეცემა პრეზიდენტ ტრამპს. თუ კონგრესი ორივე პალატა დაამტკიცებს ამ დოკუმენტს, მაშინ ის ძალაში შესულად ჩაითვლება, თუმცა იქ კონგრესში დამტკიცება ამ დოკუმენტს გაუჭირდება, რადგან უმრავლესობას, როგორც ვიცით, რესპუბლიკური პარტია ფლობს და მაშინ ძალიან ბევრმა კანდიდატმა უნდა დაუჭიროს ხარი. ანუ პრაქტიკულად ყველამ უნდა წინააღმდეგ საკუთარი პარტიული პრეზიდენტისა. ხო, აი ამ ყველაფრის ფონზე ძალიან საინტერესო ცნობები არის Wall Street ჟურნალის მხრიდან. ეს ცნობები ეყრდნობა ანონიმურ წყაროებს, რომლებიც თეთრ სახლში მუშაობენ და რომლებიც ადასტურებენ, რომ ტრამპს ომის გაგრძელება, ცეცხლის გაჩაღება და ისევ სამხედრო კონფლიქტის აღდგენა აღარ სურს. აღარ სურს და ამას უკვე ამბობს, როგორც ჩანს, პირდაპირ და გასაგებადად. იყო ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ მას შელაპარაკება, უთანხმოება ჰქონდა ნეთანიაჰუსთან და მიზეზი სწორედ ეს იყო. რეალურად ტრამპს არ უნდა, რომ მეტი სამხედრო რესურსი დახარჯოს ამ კონფლიქტის გაგრძელებაზე. ნეტანიაჰუს როგორც ჩანს, სურს გარკვეულწილად, რომ თავისი ოპერაცია მიიყვანოს ბოლომდე რაღაც მიმართულებით და აი ეს უთანხმოება არის სწორედ ამ ლიდერებს შორის, რასაც უკვე ბევრი წყარო ადასტურებს. ტრამპის სურვილის არარსებობა რეალურად არის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ნიადაგი იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდეს, რადგანაც რეალურად ისევ და ისევ ტრამპის გადაწყვეტილებამდე მიდის ეს კონფლიქტი აღდგება თუ არა. ნუ ირანი თავისი ნებით ამერიკას არასდროს არ თხოვს მოდი და დამარტყიო, ესეთი რამე ალბათ არ მოხდება. შესაბამისად, ისევ ამერიკის გადასაწყვეტია და თუ ამერიკის ლიდერს ეს არ უნდა, წესით არც მოხდება. თან და რა პოზიციაც უნდა ქონდეს შესაბამისი, რადგან რაღაც გარკვეული ბენეფიტები უნდა მიიღოს ამერიკის შეერთებულ შტატებმა დონალდ ტრამპმა პირადად, თორემ ესე დასრულება დღესაც შეუძლია. კი, დღესაც შეუძლია თეორიულად რაღაცას ხელი მოაწეროს და წამოიყვანოს იქიდან უმარტივეს საკუთარი ავიამზიდები და რა თქმა უნდა. მაგრამ არის რაღაც პირობები, რაზედაც შეთანხმება არის მისაღწევი, ერთ-ერთი პირობა არის, რა თქმა უნდა, ბირთვული პროგრამა, მეორე საკითხი არის ურანის გამოტანა. საერთოდ ხაერში კიდია, ძალიან რთული საკითხია ეს და ნუ ბოლო ნაწილი ეს არის ჰორმუზ სრუტის გახსნა. ამაზე შედარებით არის მიღწეული შეთანხმება, მაგრამ ეს ამბავი, რაც Wall Street Journal-მა გავრცელა, ძალიან პოზიტიურად მიიღეს ეს ინვესტორებმა, რაღაცნაირად საფონდო ბირჟებზეც კარგად აისახა, ნავთობი ფაქტობრივად ღირსიერად გაუფასურა 3.4%-ით, შესაბამისად უკვე არის რაღაცნაირად მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის დაიღალა როგორც ჩანს ამ საკითხით და თან აქ ერთი ნიუანსი ისიც არის, რომ შუალედური არჩევნებიც გვიახლოვდება. თან ტრამპი უკვე ფიქრობს რაღაცნაირად თავისი მოღვაწეობის შეჯამების ნაწილზეც და არ უნდა ბოლო-ბოლო ამ ხელაზე გაწერილი კონფლიქტი ჰქონდეს მას თავის პორტფელში, კონფლიქტი, რომელიც საათობრივად და დღიურად შედეგს კარგს ნამდვილად არ წერს. პირიქით, ნეგატიურად აისახება ამერიკის და მის პირად იმიჯზე, რადგანაც არის შეკითხვები და ეს შეკითხვები არის საკმაოდ საფუძვლიანიც. რეალურად რა მიიღო ამერიკა მთელი ამ ოპერაციით, რა შედეგი დაიდო, გარდა იმისა, რომ ვიღაც ლიდერები დაიხოცნენ და მათ ნაცვლად ისევ ვიღაც ახალი ლიდერები ვიყლეთ, რომელთაც ფაქტობრივად ანალოგიური რეგალიები აქვს და გარეგნულადაც კი იგივენაირად გამოიყურებიან, ვერც ვარჩევთ ფაქტობრივად ერთმანეთს. კი, ზუსტად, საქციელიც იგივე აქვს, მეტყველებაც იგივე აქვს და გადაწყვეტილებებიც იგივე აქვს. გეგმებიც აბსოლუტურად იგივე აქვს. რა შეიცვალა, ცოტა არ იყოს და რთული გასაგებია. ამ პროცესში საკუთარი გეგმით და გზით მიდის ჩვენი მეზობელი სომხეთი და სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტრამპის მარშრუტის ჩარჩო
შეთანხმებას უკვე ხელი მოაწერა, როგორც სომხური სააგენტო Armen Press-ი წერს. დოკუმენტზე შეთანხმება ჯერ კიდევ გასულ კვირაში სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს ვიზიტისას შედგა, ვიცით ამ ვიზიტის შესახებ და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კიდეც მინისტრის ასე ვთქვათ კადრები, სადაც ხელს აწერდა მინისტრი ბატონი არარატ მირზოიანი ამ დოკუმენტს. მან ასევე მიმართვაც გაავრცელა მოქალაქეებისადმი და თქვა, რომ ამ ხელმოწერის პროცესით დასრულებულია შეთანხმება და მზად არის რატიფიცირებისთვის. ცნობისთვის გასულ კვირაში ინდუეთიდან ხანმოკლე ვიზიტი ჩავიდა მარკო რუბიოს სომხეთში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე იყოს ვიზიტი, სამ შეთანხმებაზე შედგა მოლაპარაკებები. ერთ-ერთი არის ტრამპის მარშრუტი, როგორც ცნობილია, და მეორე მინერალების შეთანხმება, რომელიც თვალისწინებს ორ ქვეყანას შორის სამკუთხით პარტნიორობას და თანამშრომლობას და ასევე არის შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რითაც ტრამპის ადმინისტრაციამ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ჯო ბაიდენის დროს დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. მოკლედ, სომხეთი ამერიკასთან ურთიერთობების მიმართულებით და ჩვენ საუბრობთ რამდენიმე დღესი, რომ უნიკალური პოზიცია აქვს სომხეთს ასეთი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მეორე მხრივ ევროკავშირთან, ხო, ორივე მხარეს არავის არ აქვს მართლა წარმატებულად ვითარდება, ხო, იღებს პარტნიორობასაც და ფინანსებასაც და იღებს ინვესტორების ინტერესსაც, რომელიც ქვეყნის მიმართ ერთიორად იზრდება და იღებს Nvidia-ს AI ქარხანა გლობალურ რეალურ ინვესტიციებს, რომელიც ქვეყანაში უკვე განხორციელდა და განხორციელდება უახლოეს ისეთი კომპანიები გეგმავენ იქ შესვლას, რომ როგორც წესი ასეთი კომპანიები ყუილს არ ამბობენ. არ აკეთებენ ხო. თან აქ ისიც გასათვალისწინებელია თუ რა ტიპის ინვესტიციაზე გვაქვს საუბარი რაღაც. ტექნოლოგიურ რეალურ ინვესტიციაზე და არც ლაქშერი დასვენების სახლების აშენებაზე მაგალითად. აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ის არის, რომ სომხეთის პროდასალურ ამბიციას მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე ყავს პლანეტაზე, ეს არის რუსეთი, რომელიც ყველაფერს ცდილობს კიტრის და პომიდორის იმპორტის აკრძალვით დაწყებული განვითარებას ვინ ეწინააღმდეგება? მხოლოდ რუსეთია განვითარების წინააღმდეგი და მოკლედ აი რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა ნატოს ხელმძღვანელმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, რომელიც იმყოფება არც მეტი არც ნაკლები კიევში კონფერენციაზე, საიდანაც მან მიმართა რუს მოქალაქეებს და რუს ჯარისკაცებს და იმ ადამიანებს, რომელთაც ჯერაც განხილვის საგნად აქვთ ღირს თუ არა ფრონტის ხაზზე წასვლა იმ დაპირებული რუბლების სანაცვლოდ, რასაც გასცემს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. რუტე ამ ადამიანებს პირდაპირ და გულწრფელად და ალალად ეუბნება, რომ თუ მოვლენ ისინი უკრაინის ფრონტის ხაზზე, უკან ვერ წავლენ. და ის ფულიც არ იქნება, რადგანაც ფიზიკურად ვერავინ აიღებს ამ ფულს, რადგანაც უკრაინა იმ დონეზე არის გადასული რუსი ჯარისკაცების განადგურების მიმართულებით, რომ ძალიან რთულია უკრაინის ომის მანქანას გაუწიო წინააღმდეგობა ესე მოუმზადებელი ჯარისკაცების ხარჯზე. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სათანადოდ არ თვნის ახალწვეულებს, არც იარაღს აწვდის მათ საჭიროს, არც ტექნიკა აქვთ მათ ნორმალური, უკვე ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დროინდელი დაჟანგული ტექნიკით მოძრაობენ, რომელიც უმეტესად ვერც მოძრაობს და რეალურად არის ნელი სიკვდილის ხაფანგი, ზებრის ფერებს ღება. ძალიან კარგი სამიზნე არის დრონებისთვის და მეორე მხარეს ყავს უკრაინა, რომელსაც ყავს ხელოვნური ინტელექტით კონტროლებადი დრონების, ასე ვთქვათ, უსასრულო შტურმი, არმია და რობოტები, რომლებიც ბრძოლის ხაზზე მოდიან და უკვე პოზიციებსაც კი იკავებენ. ამის ფონზე რუტე ამბობს, რომ ყველანაირად აზრს მოკლებულია იმ ჯარისკაცების ლოგიკა, რომელთაც გონიათ, რომ უკრაინაში წავლენ, იქ მისიას შეასრულებენ იმ ერთი წლით თუ ნახევარი წლით, უკან დაბრუნდებიან და იქ ის 100,000-ობით რუბლი ჩაერიცხებათ. რუტე ფიქრობს, რომ ესე არ მოხდება, ის ადამიანები ვერ სახლში წავლენ და თან ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთი დაჭრილ ჯარისკაცებსაც კი არ ეხმარება და ხშირად ტოვებს ბრძოლის ხაზზე, არც კი უღირთ დაჭრილების გამოყვანა და როგორც წესი, ეს დაჭრილები უბრალოდ ბრძოლის ველზე იღუპებიან შესაბამისი სამედიცინო დახმარების გარეშე. ამ ყველაფერთან ერთად რუტემ ნატოს მიერ დათვლილი სტატისტიკაც მოიშველია და თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში ყოველთვიურად უკვე კარგავს 30,000-ზე მეტ ჯარისკაცს, რაც საკმაოდ დღეში 1000. ხო, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ყველანაირი სტანდარტით და გათვლებით, არანაირი ახსნა ამას არ აქვს, სხვა უბრალოდ არაეფექტიანია რუსეთი ამ მიმართულებით და ამ არაეფექტიანობას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო წელიწადია რუსეთს პროგრესიც კი არ ქონია ბრძოლის ხაზზე, გარდა იმისა, რომ რაღაც უკვე დაპყრობილ ტერიტორიებზე აცხადებენ, რომ თავიდან დავიფხარითო, მხოლოდ ეს აქვს
აქვთ ეგეც PR კამპანიის ნაწილში, რომ რუკას თუ დავხედავთ, ნახავთ რომ რუსეთის პროგრესი ფაქტობრივად უკვე არ არსებობს. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 158 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა სასესხო შეთანხმების ყველაზე მსხვილი 372 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსება, რომელიც საქართველოში სარკინიგზო და საგზაო სექტორების განვითარებაზე უნდა მიიმართოს. საქართველოს რკინიგზას აღნიშნული დაფინანსებიდან 190 მილიონი დოლარი შეხვდება, ხოლო 182 მილიონი დოლარი საგზაო ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პროცედურები მნიშვნელოვნად მოწესრიგდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. დრო ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება გლობალურ ბიზნესში. დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და მაგარი სიახლე, რაც ყველა იმ ადამიანს გაუხარდება, ალბათ რომელიც არის დაკავშირებული ინვესტიციებთან და საფონდო ბირჟებთან. მოკლედ, ჩემი შეფასებით, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ნაბიჯი ინვესტიციებისა და კაპიტალის დემოკრატიზაციისათვის გადადგმული აქვს ჯეკ ბოგლს. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე დააფუძნა ვანგარდი და გამოიგონა ETF-ები. ETF-ი არის საფონდო მექანიზმი, რომელიც აერთიანებს კომპანიების აქციებს და ერთი ETF-ის შეძენით შეგვიძლია ვიყიდოთ ბევრი აქცია მარტივად ერთი ტრანზაქციით. მაგალითად, ყველაზე პოპულარული ETF-ი დღეს პლანეტაზე არის სწორედ Vanguard-ის მიერ შექმნილი S&P 500-ის ETF-ი, რომელიც VOO-ს სახელით არის ცნობილი. VOO, ეს არის მისი ტიკერი, ასე შეგიძლიათ იპოვოთ საინვესტიციო პლატფორმაზე. აი ამ ინდექს ფონდმა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია მსოფლიოში, მოახერხა და მოიზიდა უკვე 1 ტრილიონი დოლარი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ ინდექსში არის ამჟამად დაბანდებული ტრილიონი დოლარი, რაც არის ისტორიული მაჩვენებელი და ძალიან სიმბოლურია, რომ ადამიანი რომლის კომპანიამაც გამოიგონა ETF-ი, უკვე აი ამ შედეგით ისტორიაში შევიდა. მართალია ბატონი ბოგლი არის გარდაცვლილი და აცხონოს ღმერთმა მისი სული, მაგრამ მისი, ასე ვთქვათ, ნამოღვაწარი და შემოქმედება დღემდე აგრძელებს რეკორდების დამყარებას და ადამიანებისათვის ძალიან დიდი სარგებლის მოტანას. კი ბატონო, ჰიტმეფის მიერ ჩატარებული კვლევაც ვახსენოთ, ბოლო კვლევის თანახმად ამერიკელთა 71% საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მონაცემთა ცენტრების პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, მათგან 55% საკუთარ პოზიციას კატეგორიულად აფიქსირებს, ანუ კატეგორიულად დატა ცენტრების ჩვენთან გამოუშვენ სიახლოვეს აშენებას. არავინ არ გამოუშვს ჩვენთან. გიორგი, გამოკითხავ ჩატარდეს, ჩვენთანაც დარწმუნება ამაზე მაღალი პროცენტი იქნება წინააღმდეგობის. 5 და 7 მეგავატიანი ჰესები ვერ აგვიშენებია. არა Nvidia-სო გამოვალთ ალბათ გარე. ხო, 9 თვის წინ ჩატარდა იგივე ტიპის გამოკითხვა და მაშინ აზრთა სხვადასხვაობა უფრო დაახლოებული იყო ერთმანეთთან, დაახლოებით 51% იყო წინააღმდეგი იმის, რომ დატა ცენტრები მათ საცხოვრებელთან სიახლოვეს აშენებული იყო და 53% უჭერდა ამ ყველაფერს ხარჯს, თუმცა 9 თვის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ვითარება, 49 პუნქტით გაუარესებულია მოკეთ დამოკიდებულება, როგორც კვლევითი ორგანიზაციის მკვლევარები ამბობენ დატა ცენტრებთან მიმართებით. კომპანიები ახალ ობიექტებს ძირითადად რომ ვთქვათ, სოფლის ტიპის დასახლებებში აშენებენ, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები კომუნალური გადასახადების ზრდას და წყლის დეფიციტს და ასევე ჰაერის დაბინძურებას უჩივიან. ბოლო კვლევების თანახმად ასევე ამ მეგა სტრუქტურების მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურის მატებაც კი ფიქსირდება. მონაცემთა ცენტრების მშენებლობას განსაკუთრებით აქტიურად სოფლად მცხოვრები ამორჩევლები, ასევე დემოკრატები და ახალგაზრდები ეწინააღმდეგებიან. თუ სამივე ერთად არის, რომ ეს საერთოდ კატეგორიული წინააღმდეგულში ალბათ ის დანარჩი ის 51% არის კატეგორიულში ასეთი ამორჩევლები. 18-დან 34 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 80% ახალი ობიექტების მახლობლად ცხოვრებას საერთოდ გამორიცხავს.
როგორც ასევე ირკვევა ახალგაზრდა თაობის უკმაყოფილება შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გავლენით არის განპირობებული, ანუ რეალურად უკმაყოფილება მხოლოდ იმას არ უკავშირდება, რომ ჩვენს რაღაც მიმდებარედ კონკრეტული დატა ცენტრი უნდა აშენდეს, რომელიც გამოსხივებას თუ ტემპერატურას უმატებს, თუ წყლის დეფიციტს ქმნის და ასევე აზვირებს ენერგორესურსებს, არამედ უარყოფით დამოკიდებულება აქვს ხელოვნური ინტელექტის მისამართით, იმიტომ რომ რეალურად მედიაშიც და სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომელიც უკავშირდება რაღაც ხელოვნური ინტელექტის შედეგად ან რაღაც სოციალური ქსელების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს ადამიანებს თვითდაზიანებებს რაღაცა ფსიქოს და ამიტომ უარყოფით დამოკიდებულება იზრდება AI-ის მისამართით და ამიტომ ადამიანებს არ სურთ რომ მათ სოფელში AI კეთდებოდეს დატა ცენტრები, რომელიც აქტიურად შენდება მსოფლიოს მასშტაბით და ამერიკის შეერთებული შტატები გამორჩეულია. კი. ხო, სხვა შორის დატა ცენტრების ნაწილი კრიპტომაინინგზეა გადართული, ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის და სწორედ აი კრიპტოზე უნდა ვისაუბროთ, თუ რა ხდება დღეს ბაზარზე და რატომ არის ასეთი მკვეთრი ვარდნა. ამას აქვს მარტივი მიზეზი. ერთმა ძალიან მსხვილმა ბიტკოინის ფლობელმა კომპანიამ Strategy, რომელიც ადრე MicroStrategy-ის სახელით იყო ცნობილი, გაყიდა წინაკვირას ბიტკოინი. ძალიან მცირე რაოდენობით ბიტკოინი, როგორც 32 ცალი ბიტკოინი გაყიდა, რაც არაფერია, 32 ცალ ბიტკოინს წამში ვაჭრობენ, როგორც წესი, დიდი კომპანიები, სულ 2.5 მილიონი დოლარის ბიტკოინის გაყიდვაზე გვაქვს აქ საუბარი და კომპანიას მარაგში, იცი რამდენი ბიტკოინი აქვს? 854,000 და გაყიდა 32 ცალი. და აი ამან გამოიწვია ის რომ ბიტკოინის ბაზი დაეცა 15%. მიზეზი არის მარტივი. მოკლედ, Strategy-ის დამფუძნებელი მაიკლ სეილორი ამბობდა მთელი წლების განმავლობაში, რომ ის ცხოვრებაში გაყიდვის ღილაკს არ დააწვებოდა და ბიტკოინს არ გაყიდიდა. არავითარ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდარიყო, მაგრამ აი სად მოუტრიალდა თავისი ნათქვამი, მოუწიათ გაყიდვა და ამას აქვს მარტივი მიზეზი. მოკლედ, Strategy-ის ასე ვთქვათ, მიდგომა და სტრატეგია არის შემდეგგვარი. ის იღებს ინვესტორებისგან სესხს, აქციების გაყიდვით და ობლიგაციების გასხვისებით და მიღებული კრედიტით ის ყიდულობს ბიტკოინს. იმ ფასად, რა ფასით ის ღირს იმ დროს. მაგრამ ყოველ სესხს შემდეგ პერიოდულად შეიძლება გადაფარვა. ძალიან მარტივი პროცედურაა ეს, რეალურად რეფინანსირება ხდება კრედიტების და ასე გრძელდება სამუდამოდ, მაგრამ აი გადაფარვის მომენტში, როგორც ჩანს, წინაკვირას მათ არ ქონდათ უბრალოდ ნაღდი ფული. და სამაგიეროდ ქონდათ რეზერვში 854,000 ბიტკოინი და 32 ცალი გამოიტანეს გასაყიდად და რა თქმა უნდა, საფონდო ბირჟის წესდება მოითხოვს, რომ ეს უნდა შეიყვანო ტრანზაქციების სიაში და ტრანზაქციების სიაში ინვესტორებმა ცხოვრებაში პირველად იხელეს Strategy-ის მხრიდან გაყიდული ბიტკოინი, რითაც პრინციპში რაღაცნაირად რეპუტაციული ნაწილია ეს უფრო მეტად ვიდრე რეალური. აი რაღაცნაირად ბზარი შევიდა დობაში. არა, გოს და არაფერი. არანაირი გავლენა არ აქვს, 0.1%-იც არ არის ეს ამ პორტფელის, მაგრამ იმიტომ რომ გადაიდგა ეს ნაბიჯი, უკვე ეს იმაზე მეუთითებს, რომ კიდევ იქნება ალბათ მომავალში გაყიდვები და ამას სეილორი გამოეხმაურა კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც თქვა, რომ ნუ გეშინიათ, ჩვენ კიდევ არაერთხელ გავყიდით და ვიყიდით ბიტკოინს, რადგანაც ჩვენ ვართ საინვესტიციო კომპანია და ყველა საინვესტიციო კომპანიის ბიზნესი არის ორნაწილიანი, ყიდვა და გაყიდვა. უორენ ბაფეტიც ყიდვის და ყიდულობს, ანუ მხოლოდ ყიდულობა არ არის ინვესტირება, გაყიდვაც გიწევს. შეიძლება თქვა, ჩვენ გვახსოვს რომ აქტიურად ყიდულა და ბოლო პერიოდში Strategy და ლამის ყოველ მეორე კვირა ყიდულა 100,000 რო მიდდა ბიტკოინი, მაშინაც აკეთებს. 100,000-იანი იყიდა და 65,000 გაყიდა, მამაშია. აი მამაშია პრობლემა. Warren Buffett არ ყიდა. ხო, როგორც წესი ზარალზე არაფერს არ ყიდა. 65 ყიდულობდა და 100-საც შეიძლება გაეყიდა, რა თქმა უნდა. მაგრამ Buffett-ს არ უყვარდა ბიტკოინი და ამიტომ არ ბიტკოინს არ ნებისმიერ აქტივს. კი, ნებისმიერ აქტივზე ესე იყო მიდგომა, კი. ნამდვილად. და ამიტომ ამ შემთხვევაში ალბათ რაღაცა უკმაყოფილებიდან დობის შერყევა ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს, თუმცა ეხლა რაღაც რეალურ მარაგებთან და პრობლემებთან საქმე ნამდვილად არ არის, იმიტომ როგორც ახსენე, ახლა 0.1%-იც არ არის ის რაოდენობა 32-ის ასეთ. ჩვენთვის ძალიან კარგი რიცხვია. კარგი იქნებოდა 32 ბიტკოინი ქონოდა. 2-იც კარგი იქნებოდა 30-იც. ერთ-ერთი ნებისმიერი ბიტკოინი იქნებოდა კარგი რაოდენობით, მაგრამ ნუ ამ საინვესტიციო ფონდისთვის არაფერს წარმოადგენს. კარგი, ბროადკომი ახსენე შენ დღეს ბირჟების მიმოხილვას და გაგვიწითლა დღეს ბირჟა ბროადკომმა, მოკლედ ისე შედეგი დაგვიდო. გავიაროთ ამ კომპანიის ამბები და მეორე ფისკალური კვარტალის ფინანსური შედეგები წარადგინა და როგორც გაირკვა კომპანიის შემოსავალმა 48%
20%-იანი წლიური ზრდის ფონზე 22.19 მილიარდი დოლარი შეადგინა და Wall-Street-ის 22.13 მილიარდიან პროგნოზს მცირედით გადააჭარბა მოკლედ Broadcom-ის შემოსავალმა. ამასთან თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ წმინდა მოგების სახით 7 მილიარდ 790 მილიონი დოლარი მიიღო, ამჯერად წლიური 55%-იანი ზრდით 12 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა მოგებამ, რაც შეეხება ერთ აქციაზე განაწილებულ მოგებას 2.54 დოლარით განისაზღვრა. ხო, კარგი რიცხვებია, შთამბეჭდავი, შემოსავლების ზრდაც და მოგების ზრდაც, მაგრამ ეს არ არის ხოლმე გადამწყვეტი როგორც წესი ინვესტორებისთვის. არის გარკვეული რიცხვები, რომელსაც გარდა მოგებისა და შემოსავლებისა, რა თქმა უნდა, ინვესტორები უყურებენ და ეს უფრო უკავშირდება მომავალს. ყოველთვის ინვესტორები მომავალს უყურებენ. რა თქმა უნდა, გასულ კვარტალს თუ შედეგებს თუ წელს. მეორე კვარტალში ის ვახსენოთ, რომ კომპანიამ ყველაზე კარგი შედეგები, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისთვის განკუთვნილი ნახევარგამტარების რეალიზაციით დააფიქსირა, ამ მხრივ შემოსავალი წლიურად გაიზარდა 153%-ით და ის ამავე პროგნოზებს რაც შეეხება Broadcom-ის ხელმძღვანელობა მოუელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავლების ჯამური მოცულობა მოლოდის გადააჭარბებს და 29 მილიარდზე მეტი იქნება, თუმცა ფაქტი რამაც ინვესტორების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია და არის ის მოლოდინი, რომ მესამე კვარტალში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გაყიდვიდან მხოლოდ 16 მილიარდი დოლარი შემოსავალი. შემო როცა მოლოდინი იყო 17 მილიარდ 200 მილიონზე. როგორც წესი, როდესაც მოლოდინი კეთდება ხოლმე და პროგნოზი იმას თუ არ გადააჭარბა, ამ შემთხვევაში ცუდია. და ამ შემთხვევაში მივიღეთ ის, რომ გადააჭარბა კი არა, ნაკლები, ასე ვთქვათ, პროგნოზი გააკეთა კომპანიამ, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახა მის შეფასებას და აქციების ღირებულებაც შემცირდა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ინვესტორთა იმედგაცრუებამ ბაზარზე პირდაპირ გავლენა ხისვე იქონია, როგორც წესი ასე. მომენტალურად -15 მიეწერა. ხო, 14-15%-ამდე იყო შემცირება და ამჟამად ერთი აქცია დაახლოებით $411 ივაჭრება, კაპიტალიზაცია კი 2 ტრილიონამდე არის. თითქმის 1.95 მიასედია. ამით ხარ თქო Broadcom-ს სამომავლოდ გზელვადაში პრობლემები არ ექნება, თუმცა ფაქტია, რომ საკმაოდ დიდი ვარდნა გაიცადა აქციების შეარყია ინვესტორები მინიმუმ დღის ჭრილში საკმაოდ დიდი იყო შერყევა, თუმცა ალბათ ამ ვარდნასაც ამოიღებს უახლოეს მომავალში Broadcom-ი. ნამდვილად. ზუსტად 27 წელი გავიდა 1999 წლის 4 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც პეკინში ტიანანმენის მოედანზე სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა სამხედრო ძალის გამოყენებით იქნა ჩახშობილი. საბრძოლო ტყვიებისა და მძიმე ტექნიკის მობილიზებას ასობით და სხვადასხვა დამოუკიდებელი შეფასებით ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს თარიღი თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში არა მხოლოდ რეპრესიების, არამედ საინფორმაციო ბლოკადისა და ისტორიული მეხსიერების სისტემური წაშლის სიმბოლოდ იქცა. დროთა განმავლობაში ტრადიციული საინფორმაციო კონტროლი ციფრულ ერაში გადაიზარდა, სადაც სახელმწიფო მექანიზმები ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად მოდიფიცირდა. დღეს ამ მოვლენებიდან 37 წლის თავზე ჩინეთის ციფრულ ეკოსისტემაში ისეთი საბაზისო საკვანძო სიტყვები, როგორებიცაა მოედანი, ტანკი და სიმბოლური ციფრული კოდი 8964 იფილტრება და იბლოკება. თუ წარსულში ცენზურა ადამიანური რესურსით მოდერატორების მექანიკურ მუშაობას ეყრდნობოდა, ბოლო პერიოდში საინფორმაციო ფილტრაციის პროცესი თითქმის მთლიანად ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების ალგორითმებზე გადავიდა. თანამედროვე ნეიროქსელები ახორციელებენ არა მხოლოდ პირდაპირი ტექსტების, არამედ ვიზუალური მასალის, ციფრული მემების და მეტაფორული გამონათქვამების რეალურ დროში სემანტიკურ ანალიზს. ეს ტექნოლოგიური მოდელი მაქსიმალურად გამორიცხავს ალტერნატიული ნარატივების გავრცელებას და ქმნის საინფორმაციო ვაკუუმს ახალი თაობებისთვის, რომლებსაც აღნიშნულ მოვლენებზე წვდომა ლოკალურ ქსელებში ფაქტობრივად არ გააჩნიათ. ისტორიის წაშლისა და ალგორითმული რეპრესიების ეს სინთეზი გლობალურ დონეზე აქტუალურ სოციალურ და ტექნოლოგიურ გამოწვევად განიხილება, რადგან ის საჩვენებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ნეგატიურ პოტენციალს საზოგადოებრივი აზრის კონტროლისთვის. ტექნოლოგიური განვითარების პირვანდელი დანიშნულება, ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მმართველობისა და ციფრული ავტორიტარიზმის ინსტრუმენტად არის გამოყენებული. სპეციალისტთა შეფასებით, დიდი მონაცემების დამუშავება და AI ფილტრები, რომლებიც მეხსიერების პოლიტიკას სამართავად გამოიყენება, წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ საინფორმაციო სტანდარტებს და მონაცემთა გამჭვირვალობას.
99-6-4. ამ ციფრების ხსენებისას თუ გაგიჩნდათ კითხვა რას ნიშნავს ის და რატომ ხდება ფილტრში, პასუხი მარტივია, ციფრული კომბინაცია 99-64 არის ჩინური ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სიმბოლური კოდი, რომელიც ტიანმამენის მოედნის ტრაგიკული მოვლენების ზუსტ თარიღს აღნიშნავს. მისი გაშიფრვა მარტივი ქრონოლოგიური პრინციპით ხდება 99-1999 წელი, 6 მე-6 თვე, ივნისი და 4 რიცხვი. ვინაიდან ჩინეთის სახელმწიფო ცენზურა საძიებო სისტემებში მკაცრად ფილტრავს ნებისმიერ პირდაპირ ტექსტურ ხსენებას, მაგალითად ტიანანმენის დარბევა 4 ივნისის პროტესტი, მომხმარებლებმა ეს ციფრული ალტერნატივა საინფორმაციო ბლოკადისთვის გვერდის ავლის მიზნით შეიმუშავეს. დღეს ეს ციფრიც ჩინეთში პოლიტიკური პროტესტის და მეხსიერების სიმბოლოდ ითვლება, რის გამოც ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული სამთავრობო ფილტრები ლოკალურ პლატფორმებზე, მაგალითად WeChat-ი ან Weibo-ზე ამ კომბინაციასაც ავტომატურად ბლოკავენ. საქმეის აღამა დღეს ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.